დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა გვექნება დღეს საუბარი ახალ აქტინსეულ პარადოქსებზე. პირველად ვკითხულობ. ჩემი მეგობარი ლევან პეტრიაშვილის მიერ გამოცემული წიგნია ეს. დაგინახებთ. და ამ წიგნიდან ჩვენ წავიკითხავთ, ესე იგი, ახალ აქტინსეულ პარადოქსებზე. მოდი აბა ვნახოთ ერთად წავიკითხოთ, კარგით. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ თავიანთი სიცოცხლის პერიოდში მათი სახელები დაიწერა ზეცაში. როგორ უნდა გავიგოთ ანალოგიურად არის თუ არა ჩვენი სახელების ჩაწერილი ზეცაში და ვართ თუ არა ცაში ჩაწერილი პირმშოთა ეკლესიის წევრები? როგორ უნდა გავიგოთ ჩაწერილია თუ არა ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნში? ისევე როგორც ამას მოციქული პავლე ადასტურებს. ერთს ვკითხე, როგორ გავიგოთ სიცოცხლის წიგნში ვართ თუ არა ჩაწერილი, თქო? ვინმე შეუძლია გითხრას, ვინც ტაძარში დადის, რომ გარდაცვალების შემდეგ ზეცაში მოხვდება? არავის არ შეუძლია ეგ თქვასო. აბა, პავლე რატომ იძახის, თქვენი სახელები უკვე დაიწერა ზეცაშიო? საიდან იცოდა პავლემ სიცოცხლის წიგნში ვინ ეწერა? თუ კი ქართველები იაფეთის შთამომავლები არიან, მაშინ კურთხევა, რომ სემის კავშირები გაფართოვდებიან, ანუ ებრაელები გამოდიან და თავად ებრაელები უარყოფენ მათ წინ დაუცვეთელობის გამო. ბოროტება სიბნელე რომ ყოფილიყო, მაშინ ის ბნელი უკვე იდო უფსკლურზე და ის შეუქმნელია? თუ ყველაფერი უკეთესად გადავხდი. ბოროტება რომ სიბნელე ყოფილიყო, მაშინ ის დამოუკიდებლად როგორ იარსებებდა, როცა წერილი ამბობს, რომ ბნელი უკვე იდო უფსკლურზე და ის შეუქმნელია? და თუ ყველაფერი, ერთი წუთით მეგობრებო, ესე უნდა გავდო. აი ესე დაგანახებთ მეგობრებო. თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მათ შორის ბოროტებაც და სიკვდილიც. ხედავთ ხო? თუ ვერ ხედავთ, აი ესე დავიჯერ. სიკვდილიც და ადამიანს ეუბნება თუ შეჭამ მოკვდები, მაშინ გამოდის სიკვდილიც ვიღაცის შექმნილია და ბოროტებაც უკვე არსებობდა. სამყაროში და არა შემდეგ ერთი კაცის მიერ შემოვიდა. თუ ეს ასეა, მაშინ სოლომონი რატომ იძახის, რომ სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს? აბა მეორე მოსვლისას ცოდვილების დახოცვით არ უნდა გაიხაროს? ვის დასახოცად მოდის? თუ გინდა ვიმსჯელოთ მეგობრებო ამაზე. ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ვის დასახოცად მოდის? იესო ქრისტე. ჩემ დასახოცად ნამდვილად არ მოდის. ლევან, სალამი, შენ წიგნს ვკითხულობ. ხო, გინდა ჩამერთო? მაგრამ შეგიძლია შენ თვითონვე ასევე პასუხები გაგვცე. თუ იოანე ნათლისმცემელი წინასწარმეტყველი იყო, მაშინ რატომ არ აღიარებდა ეს თავად და რატომ უარყო რომ ის იყო წინასწარმეტყველი? მოინახულა თუ არა ელისაბედმა მარიამი, რომელსაც ყრმა იესო გააჩნდა? იცი რა, საკითხავია ერთი, ძალიან ბევრი კითხვები დავშვით. სავარაუდოდ მერე პასუხებიც არის, ხო, ლევან? სალამი. აი ესე დავიტანჯე რა, აი ხელში რომ იჭერა, ესე წაგიკითხავთ რა. მოინახულა თუ არა ელიზაბეტმა მარიამი, როდესაც ყრმა იესო გააჩინა? დავიჯერო იოანე ნათლისმცემელი არ იცნობდა იესოს ვინ იყო მანამდე, სანამ მისმა მომავლინებელმა წყლით ნათლისმცემად არ უთხრა, ვიზეც იხილავს სულს.
გადმომავალს და დავანებულს მასეთ, სწორედ იგია სულით წმინდა ნათლისმცემელი. ანუ იოანე არ იცნობდა თავის ნათესავს, სანამ არ იხილა მტრედივით გადმომავალი სული და დავანებული მასზე. საინტერესო კითხვებია კი, ნამდვილად, ანუ ბევრი პარადოქსული რაღაც წერია ახალ აღთქმაში და მოდი განვიხილოთ ერთად რა. ხო ხართ ქრისტიანები, მაინტერესებს, თქვენც ხო გაინტერესებს, დარწმუნებული ვარ. ასეთ რამეებს ილია მეორე მართალია არ გიკითხავდათ, მაგრამ აგერ გამოვჩნდით ხალხი, ვისაც გვაინტერესებს ესეთი კითხვები და კითხვის დასმას რო უშლიდნენ და რო უშლიან ეკლესიებში, დავიღალეთ რა, გვაქვს კითხვები და მოდი გავცეთ ერთად რა. და იმათმაც ვინც ვთქვათ სასულიერო პირია და ვისაც აინტერესებს ჩვენი სულიერი ზრდა, გაგვცეს პასუხები. ახლა დამეწუნებით იმაში, რომ ესე იგი სასულიერო პირმა უნდა იცოდეს აუცილებლად თეოლოგიც უნდა იყოს სასულიერო პირი, ასე არ არის? კი. უკომენტაროთ, კი ბატონო. მერე ლუკას ის ანუ პირველი 29:45 თავის თანახმად ელიზაბეთმაც და ზაქარიამაც იცოდნენ, რომ მარიამს სული წმინდით ჩაესახა უფალი მესია. აკით ავად ელიზაბეტი ეუბნება მარიამს, კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი, ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ეს თავიდანვე იცოდა, ხო? დედამისმა იცოდა და რა ვიცი, მისმა შვილებმა ეთყობა არ იცოდნენ. იცოდე, რომ მესია დაიბადა და გზის სიშორის გამო დაბადებული ყრმა იესო არ ნახო. კითხვასო, იცოდა რომ მესია დაიბადა და გზის სიშორის გამო დაბადებული ყრმა იესო არ ნახო? ან იესოს რა სჭირდება მოსანათლელი, რომ იოანესგან წყლით მონათლულიყო? იოანეს ნათლობა ხომ ცოდვილების მისატევებლად იყო სინანულისთვის? იესო მისიც თქვა, ცეცხლით და სულით უნდა მოგნათლოთო და არა წყლითო და ისე იციან ამათმა საერთოდ რას ნიშნავს ცეცხლით ნათლობა? ეკლესია გადაგებს, რომ იესო იოანესგან მოინათლა წყალში და ამის შემდეგ იესო გაყვანილ იქნა უდაბნოში გამოსაცდელად, რათა გამოვლინებულიყო თუ რა ედო გულში. ეს იახვეს გამოცდის სტილია, როგორც ისრაელი ერი ატარა უდაბნოში 40 წელი გამოსაცდელად. იესომ ხელახლა გამოსცა და ისრაელი უდაბნოში. მისი 40 დღიანი გამოცდა უდაბნოში იმეორებდა ისრაელის 40 წლიან გამოცდას. ამით სიმბოლურად აცხადებდა, რომ ისრაელის წარმომადგენელი იყო. მოსეს მიერ მეწამული ზღვა ისრაელი ერის მოსეს მიერ წყალში ნათლობის სიმბოლოა, რის შედეგადაც ისრაელიტები უდაბნოში შევიდნენ, რომ შიმშილით გამოცდა გადაეტანათ. საბოლოოდ ისინი უდაბნოში 40 წელიწად დარჩნენ. ანუ შენ პარალელებსავლებ, რომ ესე შეიძლება ნიშნავდეს მაგას, ხო? კომპრიმირებული გახადეს დრო. სავარაუდოდ 40 წელი 40 დღეზე ჩამოიტანეს ერთ ადამიანში. ხო, ეგეც საკითხავია, 40 წელი რო იარა, რამდენი მილიონი ადამიანი გამოიყვანა იქიდან. მაგაზე ერთი სტატია წავიკითხე, ძალიან მომეწონა რა. ანუ ამდენი ხალხი რო გამოსულიყო, 2 მილიონი ადამიანი, მათ საკვებიც უნდა ქონოდათ, წამოიყვანათ ზუმცირე აქლემები, წყალი ხო უნდა ქონოდათ და მოკლედ ძალიან აჯაბსანდალია მანდ რა ყველაფერი, რომ 2 მილიონი ადამიანი უცბად გამოეპარა, ხო, ეგვიპტეს რას აკეთებდნენ და ხო არ ეძინა, მე მგონი დასაძინებელი წამალი ჩაუყარეს და დააძინეს ისინი და ისე გამოიპარა. შეიკრიბა 2 მილიონიანი კაცი. შეიძლება ყოფილიყო ეს რამდენიმე კილომეტრზე გამწვდარ და ეს მოსე რო იქ იყო და რამდენიმე კილომეტრის რამდენიმე ასეული კილომეტრით ადრე და გადმოეცემოდა მე გაფუჭებული ტელეფონით რამდენიმე კილომეტრის მერე ეს ამბავი სწორედ მივიდოდა თუ არა ბოლო კაცთან საინტერესოა ბოლოში ვინც იდგა. საინტერესოა იოანე ნათლისმცემლის რომელი როლი იესოს
ნათლობაში რა რჯულზე მოინათლა იოანე იესო, რა რჯულზე მონათლა იოანე იესო. ხო, საინტერესო ეგ არის, რა რჯულზე მონათლა. ანუ რის მიხედვით, რა რიტუალის მიხედვით, ხო? ძალიან საინტერესოა მართლა რა. კარგია, აბა ახლა კიდე გავაგზავნოთ. თქვენთან იფიქრეთ, ხო მეგობრებო? საინტერესო კითხვებია და რა ვიცი, კიდევ გადაახვიეთ ერთხელ და მოусვინეთ. იოანეზე ანგელოზმა მამამის ზაქარიას უთხრა, მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის მათი ღმერთის მიმართ. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით. ლუკა ამბობს, რომ იოანე ისრაელს მოაქცევს მათი ღმერთის მიმართო, ანუ ისრაელი ერის ღმერთი იახვეა. მართლმადიდებლურად ცაბაოთი უფალი. თან დასძენს, რომ ელიას სულითა და ძალით მოხდება ეს. გამოდის იოანე იახვეს კაცი ყოფილა. იოანე იგივე ტიპოლოგიურად, ხო, მაგაზე ხო ვისაუბრებ, ლევან. მათე სახარება მეათე თავის მე-17 თავის მეათე მუხლში ასეთი რამე წერია რა. თავისი მოწაფეები რომ ეკითხებიან, რატომ ამბობენ, რომ ბოლოს ელია უნდა მოვიდეს და ყველაფერი უნდა შეცვალოსო და ქრისტე პასუხობს, ელია მართლაც მოვა და შეცვლის ყველაფერსო, თუმცა ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოიქცნენ, როგორც სურდათ. ეხლა ვეძებ, აი აქ არის. მათ ისე მოიქცნენ, როგორც მათ სურდათო. ხო ეგ არის ერთი წუთი მეათე. კითხეს მას მოწაფეებმა, რატომ ამბობენ წიგნობრები პირველად ელია უნდა მოვიდესო? ხოლო მათ მიუგებასუხათ, ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველს, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდათ კაცის ძესაც, ასევე მოელის მათგან ტანჯაო. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა. მოკლედ ერთი სიტყვით ეს საინტერესო არის და ამაში უკვე მე დავინახე რეინკარნაციის არსი რა. გამოეპარათ, გაიქცათ. ესმით, გაიქცათ ის, რომ რეინკარნაცია არსებობს. აქ უკვე პირდაპირ ჩანს, რომ ელია იყო იოანე. ჩდება კითხვა, რომელ უფალ ღმერთთან აბრუნებს იოანე ხალხს ტაძრის რჯულის მსხვერპლის ღმერთი, მათი ღმერთი, ეროვნულ კონტრაქტული ღმერთი. ჩნდება კითხვა, რომელ უფალ ღმერთთან აბრუნებს იოანე ხალხს ტაძრის რჯულის მსხვერპლის ღმერთი, მათი ღმერთი, ეროვნულ კონტრაქტული ღმერთი. ხო, ნუ კითხვებია აქ, ხო, კითხვებია დასმული. თუ არ არის კითხვები, კითხვის ნიშანი არის. მოკლედ ვერ გავიკი აქ რა წერია. რომელ ღმერთთან აბრუნებს იოანე ხალხს ტაძრის რჯულის მსხვერპლის ღმერთი, მათი ღმერთი, ეროვნულ კონტრაქტული ღმერთი. ანუ იოანე არ აბრუნებს ადამიანებს ახალ რეალობაში, ის აბრუნებს მათ ძველ ღმერთთან. ეს არის რესტავრაცია და არა ტრანსცენდირება. ასე რომ ჩდება კითხვა, რა სჭირდა იესოს სამაგისო, რომ იოანესგან მონათლულიყო, რა ჰქონდა მოსანანიებელი, რომ ეს გაეკეთებინა? ეს არ იყო ჭეშმარიტი ნათლობა, არამედ იახვეს მაგია. თან წყლიდან როგორც კი ამოვიდა იესო, სულმა უდაბნოში წაიყვანა გამოსაცდელად. რა სჭირდა იესოს გამოსაცდელი, ან რომელმა სულმა წაიყვანა გამოსაცდელად, ხო? საინტერესო ის არის, რომ მოინათლა, ანუ მასე გადმოვიდა მტრედი, ანუ სულიწმინდა, ხო?
და მერე მიყავს გამოსაცდელად. მანამდე არ უნდა გამოცდილიყო? წესი თუ ის სულიწმიდის მატარებელია, მანამდე უნდა გამოცდილიყო და მერე მისულიყო იოანესთან და დამოწმება მიიღო ზეციდან, რომ აი ეს არის ძე, რომელიც შევიყვარეო, გესმის? საბოლოოდ დასკვნა, იოანეს ნათლობა არის იახვეს სისტემაში შესვლა, ანუ დაბრუნება ძველი აღთქმის ღმერთთან და მასთან შერიგება. იესო შეგნებულად შედის ამ სისტემაში, მაგრამ იქ არ ჩნდება. ამიტომ იოანეს ეჭვები უჩნდება მასზე და უგზავნის თავის ორ მოწაფეს შემდეგი კითხვით: შენ ახარ მომავალი თუ სხვას ვინმეს უნდა ველოდეთო? ჰარა და იოანემ ზეციდან მამისაგან მიიღო დამოწმება იესოზე, რომ ის არის მისი საყვარელი ძე. ხო, ნუ ახლა ძალიან პარადოქსულია, იმიტომ რომ თუ მიიღო დამოწმება მისი ძისგან, ხო, წავიკითხავ ალბათ ამას შენს განიხილავება. რომელიც მოიწონა, ხო, საყვარელი ძე, რომელიც მოიწონა, ანუ იოანეს იესოსგან კიდევ დასჭირდა დამოწმება მასზეც, რომ ის მესიაა. იესო შეუთვლის იოანეს: ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. ამიტომ მოიჭრება თავი იოანეს. თავმოსაჭრელი კითხვა დასვა. გამოდის იოანეს ეჭვები უკვე ცდომილება, იოანემ საკუთარ დამოწმებაში შეიტანა ეჭვი. მამის დასტური დააყენა ეჭვ ქვეშ. მამის დასტური დააყენა ეჭვ ქვეშ. იოანეს ეჭვები ლუკას სახარება მე-17 თავის 19-დან 23 მუხლამდე ეს ფსიქოლოგიური და სულიერი პროცესია, რომელთაც ადამიანი იღებს ღვთის ნებასა და მისიის დაფასებას. ეს არ ნიშნავს, რომ მამა ღმერთი დამოწმებაშია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამა ღმერთის დამოწმებაში მან ეჭვი შეიტანა, არამედ ადამიანური აღთქმის პროცესია. მან, რომელმაც დედის მუცელშივე იწინასწარმეტყველა და უდაბნოში იქადაგა მისი მოსვლა და ასევე მამისაგან მიიღო მოწოდება იესოზე, როგორ შეიძლებოდა არ ცოდნოდა მისი წარმოშობის შესახებ, როდესაც იძახის არ ვიცნობდი მასო? თუ იოანეს ეჭვები უბრალოდ ფსიქოლოგიური და სულიერი პროცესია და არა მესიის უტყუარობის ეჭვს ქვეშ დაყენება, მაშინ საერთოდ კითხვა საჭიროღა იყო შენ ხარ მომავალი, იგი თუ სხვას მოველოდეთო? თუ ეს თავისი მოწაფეებისთვის გააკეთა, რომ მათ თავად მიიღოთ მოწმობა იესოსგან, გამოდის იოანეს არ დაუჯერეს და მისი ნათქვამის გადასამოწმებლად თავად იესოს მიაკითხეს? და თუ იოანესი არ დაიჯერეს, თავად იესოსი რატომღა უნდა დაეჯერებინათ, რომ არ ატყუებდა მათ და არ იყო თვითმარქვია? თუ ეს მოწაფეების დასარწმუნებლად გააკეთა იოანემ, მაშინ იესო რატომ ეუბნება იოანესგან მოგზავნილ ორ მოწაფეს? მიდით და უთხარით იოანეს ნეტარია, ვინც არ შემცდარა ჩემშიო. მაშინ დასჭირდებოდათ მოწაფეებს იოანესთვის ამ ნათქვამის გადაცემა, თუ თავად იოანეს არ ეპარებოდა ეჭვი იესოს მესიაობაში. საინტერესოა ძალიან რა. საინტერესო კითხვებსო, ლევან. ეხლა ცოტა შევასვენებ თვალს, იმიტომ რომ დამეღალა. რომელ ღმერთთან აბრუნებს იოანე ხალს, მსხვერპლის ღმერთთან? არ ვიცი. აზე არა ვარ, იმიტომ რომ მაგარი აჯაფსანდალი წიგნია, ვინ დაწერა ეს, აზე არ იყო რას წერდა რა. მართლა გეუბნები, რაღაცა იგონებდა რაღაცას. ან სერიოზულად დაამახინჯეს ისე, რომ თვითონ ვეღარ მიხვდნენ სად რა შეცდომა გააპარეს რა. იესო გავაგზელებ, ხო? იესო არ ითხოვს დიდებას კაცთაგან, არც არავისაგან მსახურებას არ მოითხოვს, არამედ ყველას თავად ემსახურება. იახვე ითხოვს და უბრძანებს თავის ერს, რომ მის გარდა სხვა ღმერთი არასცენ თაყვანი
და მხოლოდ მას ემსახურონ. აგრეთვე მოუწოდებს ისრაელს არავინ არ დაინდოს და ყველა დახოცონ. ეს არ არის ერთი და იგივე ღმერთი. ხო, ნამდვილად არ არის. თუ შესაძლებელია იყოს ერთი და იგივე ღმერთი, მაშინ თავის მონისგან მოითხოვს სრულიად თავგანწირვას და იმას, რომ ემსახურონ მას. ხო? ერთი წუთით მეგობრებო, ეს ჩემი გაშლილი თმები ზოგს აბნევს ხოლმე რა და მოდი შევიკრავ. იქნება მოგეწონოთ შეკრული უფრო. არის და მე ძალიან მომწონს გაშლილი, თუმცა შეიძლება კამერაში არ ჩანს კარგად. არა, მე ძალიან მომწონს. რა ვიცი, ესე მომწონს იყოს. ესე იგი, წავიდეთ. კითხვა. ლოცულობს თუ არა ეკლესია თავის გარდაცვლილ შვილებზე, რათა ისინი ღირსნი გახდნენ ზეციური მოზეიმე ეკლესიის წევრობისა? მეხუთე კითხვა გამომრჩა. პასუხი. მოციქული პავლე გარკვევით წერს, რომ ჩვენ მივეახლეთ ზეციურ ქალაქ იერუსალიმს, რადგან მთას, როდი მის დგომი ხართ, ხელშესახებ თუ ცეცხლით გზნებულს ან ბნელს, მიშლის ესე ხელს ვერ ვკითხულობ რა. მის დგომი ხართ ხელშესახებს თუ ცეცხლის გზნებულს ან ბნელ წყდიას თუ გრიგალს, არც საყვირის ხმა თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა, რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ბრძანები იქნა. მეგობრებო, ცოტა რთულია ესე კითხვა რა. ხო იცით რომ მე ისედაც კითხვა ძალიან მოვიკოჭლებ ჩემი ლეგასტენიის გამო. ხო და მოკლედ ისევ ესე დავჯდები რა ვქნა, უნდა მიყუროთ, სხვა გზა არა გაქვთ. ხო, ეხლა კონცენტრაცია მჭირდება, თვალს უნდა დაკვირვება. რადგან ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა, ხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება, ან და შუბით განიგმირებაო. იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა, ვძრწი და ვკანკალებ, არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს, ზეციური იერუსალემს და ანგელოზთა ურიცხ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლის განკითხავ ღმერთს და სულფრნილებას ზიარებულ მართალთა სულებს, ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს. აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს ებრაელთა 12:18 მუხლები. მოციქული გარკვევით ახსენებს ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას. ეს ის ქრისტიანთა რიცხვია, რომელიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში და არიან ზეციური მოქალაქეები. ასე რომ აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი. ქრისტიანები უკვე ვართ ღვთის შვილები და ზეციური მოზეიმე ეკლესიის წევრები. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერც ერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
ცეცხლის ტბა არის მეორე სიკვდილი, რომელიც ელით იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლეში არ გახდა ზეციური მოქალაქე. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. ღვთის სიტყვის თანახმად, მიცვალებულებს არაფერი ესმით და ვერც პატივისცემას გრძნობენ. ხო, ეს ის მიცვალებულები არიან, ეთყობა ილია მეორის მოდგმა. აბა სხვა ვერ გავაგებინე მაგ ხალხს ვერაფერი. ტიპებს ვაჩვენე რა, ფაქტი დაუდე და კარგით რა გეყოფათ ცილისწამება, რა ცილისწამება ფაქტებს უდებ და მაინც ცილისწამება გონიათ რა. ხო, ისინი მხოლოდ მათ ხსოვნაში ცოცხლობენ, ვინც იხსენებს. ბიბლია ამბობს, რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება, მკვდრებმა კი არაფერი იციან. საღვთო წერილი მომავალში მკვდრებით აღდგომის იმედს იძლევა, მაგრამ მანამდე მკვდრები არ არსებობენ. ისინი მტრად მიიქცნენ. რაც შეეხება გარდაცვლილთა სულებს, ისინი, ვინც არ არის სიცოცხლის წიგნებში ჩაწერილნი, მოუწევთ გასამართლება იმ საქმეების გამო, რაც გააკეთეს სხეულში ყოფნის დღეში და მიეცემიან სასჯელს. ამიტომ პავლე გვარიგებს, ამრიგად ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. ადამიანები იმდენად უდარდელად ცხოვრობენ დედამიწაზე და სჩადიან ცოდვას, თითქოს არც არსებობდეს გასამართლება. მომავალი სასჯელის შიშით მაინც უნდა შევიკავოთ თავი ცოდვის ჩადენისგან, რადგან აღმთქმელი სარწმუნოა ის, ვინც აღთქმა დაგვიდო, აუცილებლად შეასრულებს, რადგან ღმერთის ყოველი სიტყვა გარდაულად ახდება, რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ღმერთი ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარი ორლეცული מחვილზე უფრო ბასრი, ასე რომ თვით სამშინველისა და სულის სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს და განიკითხავს გულის ზრახვებსა და თუ აზრებს. მე მგონი, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ განიკითხავს, იმიტომ რომ აზრზეც არ არის აქ დედამიწაზე რა ხდება. ეგ ხო ენოქის წიგნში ნათლად წერია, რომ ტიპმა არ იცოდა, ანუ უფალმა არ იცოდა დედამიწაზე რა ხდება რა. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ილუზიაა რა. იმიტომ რომ უფალმა თუ არ იცოდა დედამიწაზე რა ხდება, ხო? მაშინ იმიტომ რომ არსიალალური გამოაგზავნა ამ დედამიწაზე. არც კი იცის ამ დედამიწაზე რა ხდება. კარლი გავაგზავნოთ ამან ეგ ძალიან რთული წიგნი აღსათქმელად. ეს რთულია იმათთვის, ვისაც სახარება არ წაუკითხავს. ნამდვილად რთულია, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ არის რთული. ეხლა ყველაფერს ვიგებ, რასაც წერ. და მართლა გეუბნები ამ კითხვებს, ეხლა ჩემი რჩევა იქნებოდა რა. კითხვების დასმა კარგია, ასევე აუცილებლად უნდა მიეწეროს იქ პასუხებიც რა. ჩემი აზრით შემდეგში პასუხებიც უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და პასუხები არ წამოვიდა. თუმცა პასუხებს ადამიანი თვითონ სცემს, როდესაც სახარებას იცნობს. ეხლა მე მაქვს პასუხები ამაზე. მსმენელს არ აქვს პასუხი. თუმცა ლევან, არა ვართ აუცილებლად ვალდებული იმისთვის, რომ ჩვენვე გავცეთ პასუხი. ყველამ თვითოულმა თვითონ უნდა გასცეს პასუხი რა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს ახალი აღთქმა წაკითხული აქვს, ხო? აი ამ ახალ აღთქმაში რამდენი პარადოქსული რაღაცა არის, ურთიერთგამომრიცხავი საკითხები, აქ ჩამოთვლილია და კითხვებიც კარგად დასმულია. თუმცა აი ახლა იმდენი კითხვა არის, რომ შეიძლება ადამიანი მართლა გამოითიშოს რა. არა, იმიტომ კი არა რომ შენ დასვი კითხვები, იმიტომ რომ ამდენი კითხვა ჩნდება. ხვდები? ამდენი კითხვა ჩნდება, რამდენი პარადოქსული რაღაცა არის ერთმანეთის გამომრიცხველი, რომ აი თუნდაც ეს იოანეს სახარებისეული. ეხლა შენ ეს რაც ამოვწერე, ხო, ის კითხვები. რაც კითხვები ამოვწერე, ხო, ეგ კითხვები არის, როგორ გითხრა, ზღვაში წვეთი. ხო? და აი ეს ზღვაში წვეთი არ განუხილავს 59 წლის განმავლობაში ერის მამას, რომელსაც ევალება ეს სასულიერო საკითხები რა.
არ განუხილავს. ტიპს არც ქონდა მე მგონი სახარება წაკითხული რა. წმინდა წერილში არის ცნობა იმის თაობაზე, რომ მძლეველი იესოს გვერდით მასთან ერთად დაჯდება მამის დიდებით ტახტზე და იესო არ ამოშლის მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან. მძლეველი ასეს სისპეტაკით მოსილი ივლის არ ამოშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მას სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. მძლეველს გვერდით მოვისმევ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე. როდესაც ეკუმენისტური რელიგიური ორგანიზაციის ეკლესია ლოცულობს გარდაცვლილი მიცვალებულის სულზე, რათა ჩაეწერონ ისინი ზეციურ მოზეიმე ეკლესიის რიგებში, ამით ისინი უარყოფენ გარდაცვლილ ადამიანთა ზეცაში ქრისტესთან ერთად ცხოვრებას. ნამდვილად ეგრეა ლევან, აი კარგი კითხვა ძალიან რა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორი, ცოცხლებს ავცემთ პატივს და მკვდრებს მივტირით ხოლმე რა და მკვდრები უნდა ჩავწეროთ თურმე ჩვენი ლოცვითა და დიდებით, ანუ ეჭვი შეგვაქვს იმაში, რომ ილია მეორე წმინდანი იყო და თან ვლოცულობთ მასზე, გესმით? აი ეგეთი რაღაც პარადოქსია ახლა რა, მართლა პარადოქსულია, რომ წმინდანი იყო და ჩვენ ვლოცულობთ მასზე და ის ზეციდან ილოცებს ჩვენზე. და ამასობაში ჩვენ ვცდით ესეთ რამეს რა, ჩავდებთ ჯერ მიწაში, მერე 40 დღის მერე ამოვიხებთ და ვნახავთ, აბა მართლა წმინდანი იყო თუ არა. გესმით? სად ვართ გაჭედილები? მე არა და შენ არა ლევან, მაგრამ დანარჩენი ფანატიკოსები რა. სად გაჭედა ილიამ ხალხი? ზურა ჩაჩაშვილი ამბობს, ლევან, მაგ წიგნის ელექტრონული ვერსია ხომ არ გააქვს, რომ გამომიგზავნო მეგ თქვენ გაიცით პასუხი ერთმანეთს. ხო, მერე ზის თუ არა რომელიმე გარდაცვლილი სული ზეცაში ქრისტესთან ერთად მამის დიდების ტახტზე, ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადამიანის მდგომარეობა იესომ გადმოგვცა დიდრისა და ლაზარეს იგავიდან, სადაც იმდენად დიდია დანახეთქი საქაოსსა და საიქიოს შორის, განხეთქილება ალბათ, ხო? თუ ეს დანახეთქი რას ნიშნავს ვერ გავიგე. საიქაოს შორის, რომ შეუძლებელია აქედან მათი სულების დახმარება რაიმე რიტუალის სახით. მაგას არ ვიძახი ახლა, ანუ შეიძლება რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ ლოცვით, მაგრამ აგერ წერია გადმოცემამ დიდრისა და ლაზარეს იგავიდან გვამცნობსო რა. თუმცა მე ხო არ წამიკითხავს ეგ. აღარ მახსოვს უფრო სწორედ როგორ არ წამიკითხავს. მოიცეთ ეგ რომელში არის. რომელშია ეგ? კაი, მე იყოს, მე წავიკითხავ, თუმცა ეხლა საინტერესო იქნებოდა. დიდრისა და ლაზარეს იგავიდან. საერთოდ არ მახსენდება ეგ იგავი რა. ერთი წუთი აქ. ხო არ გახსოვს ლევან რომელ თავში არის ეგ? თუ გაგახსენდა გადმომიგზავნე და მე წავიკითხავ ამასობაში, ხო? მანამდე გავაგრძელებ. ზაქარის მე-11 თავის მე-13 მუხლის მიხედვით 30 ვერცხლად შეფასებული საფუარი იახვეს სახლის საგანძურში იყრება. აქ შეცდომაა. საგანური წერია. თან ამოიწერე ლევან და შეასწორე. საგანური წერია, 256 გვერდია. საგანძურში იყრება, ხოლო მათეს 26 თავის მე-7 მუხლის მიხედვით
30 ვერცხლი იახვეს სახელის, ანუ ტაძრის საგანძური, აქაც საგანური წერია, ანუ საგანური სხვა რამეა? შეიძლება არ არის შეცდომა, საგანური სხვა რამეა ესე იგი. საგანურში არ იყრება, ვინაიდან სისხლის საფასურია, ანუ წინასწარმეტყველება არ ასრულდება, რადგან იახვეს სისხლის სახლის საგანძურში არ ჩაიყარა, არა აქ საგანძური. ორგან არის შეცდომა, მოკლედ. ერთგან საგანძური წერია, ორგან საგანური. რადგან იახვეს სახლის საგანძურში არ ჩაიყარა 30 ვერცხლი. აბა რატო თქვა ზაქარიამ ჩავყარეო? მათეს თქმით, ამფულით ყანა იყიდეს მღვდელმთავრებმა, იახვეს სახელის საგანძურში არ ჩაყარეს, ებრაელ მათეს მებაჟეს სულში აქვს მევახშეობა. ეს მათე არის მაგას. ეგ მათე ძალიან დაბნეული ტიპი რო არის, ხო? ანუ ბოლოს მაინც გამოამჟღავნებს თავის თავს? აქ 50 ვერცხლზეა საუბარი, იუდამ რო მიიღო? აქ საგანძური წერია, მაგრამ მაღლა წერია ორგან საგანური და ის ძვაკლია. თუ იესომ ხო, ან მე ვერ ვხედავ, საგანური წერია აშკარად. აი, აქაც და აქაც. თუ იესომ მრუშს ქვა იმიტომ არ ესროლა, რომ უცოდველი არავინ იყო, ნიშნავს კი ეს იმას, რომ თვითონაც ცოდვილი იყო? აბა რას ნიშნავს სიტყვები? ვინც უცოდველია, იმან ესროლოსო? იესოს ღმერთის ნების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, რომ მრუშის ჩაქოლაზე უარი ეთქვა. ის არ ყოფილა ჩაქოლის ხელშემშლელი. პირიქით, ვინც უცოდველია, იმან ესროლოსო, განა არ ესროლოსო. თუ კი მრუშობის გამო არა მარტო გათხოვილი ქალი იქოლებოდა, არამედ ის კაციც, ვინც მასთან იმრუშა. მაშინ იესოს ის კი არ უნდა ეთქვა, რომ ვინც უცოდელია, იმან ესროლოსო პირველმა ქვაო, არამედ როგორც რჯულში ეწერა, სადაა მოწმე ეკითხა, სადაა ის კაციც, ვისთანაც იმრუშა. თუ სამართლიანი სამართლო იყო, რჯულის მიხედვით ხომ არ ასე უნდა მოქცეულიყვნენ? ესე იგი, იმ კაცსაც მოიყვანდნენ ხოლმე, ვინც მოწმე იყო? კი, 30 ვერცხლია, რომელიც ზაქარიას მიხედვით ტაძრის საგანძურში არ იყრება. მართალია, ეხლა საინტერესო რა არის, იცი? მართლა თუ ის კაცის უნდა ყოფილიყო ამ მრუშთან ერთად, რომ დაემოწმებინა, რომ მან ჩემთან იმრუშაო, ქვის სროლაზე რატო იყო საკითხი, ხო? საინტერესოა. თუ იესომ ნათქვამში, ვინც უცოდველია, არ იგულისხმა საკუთარი თავი, არამედ იგულისხმა მომჩივარი მხარის წარმომადგენლები, მაშინ ხომ ეტყოდა, ვინც უცოდველია თქვენს შორის, იმათმა ესროლოსო და არა ზოგადად, ვინც უცოდველია, იმან ესროლოსო. ეგეც მართალია. კი, აქ იესომ საჯულის როლში თავადაც დააყენა თავი და ამით თავისი უცოდელობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა შესაძლებელია, კაცო, იმ ხელა ზეწოლის ქვეშ დავიწყებოდა ეგეც და არ ეთქვა ისე თავის თავი. ანუ ეხლა როგორი რამეა, იცი, როდესაც ამდენი ხალხის წინაშე გიწევს რაღაცა საკითხის დოგმის რეფორმირება, ხო? აქ იმდენ დეტალურად შეიძლება ვერ ჩახვიდე იმაში, რომ ვინც უცოდელია თქვენს შორის და გამოყო შენი თავი. საერთოდაც არ გაგახსენდეს ის, რომ შენც მათ ეკუთვნი. იმ კაცსაც ქოლავდნენ, ვისთანაც დაწვა ეს ქალი. ანუ ორივეს ერთად ქოლავდნენ?
ვახ დედასა რა დრო იყო და ეხლაც იგივე დროში ვართ ღმერთო ჩემო აი ეხლა რო ვუყურებ ამ ჩემს თავს ხო აშკარად ვხედავ რომ მაგარი ძალიან დიდი ენერგეტიკული ნეგატივი არის წამოსული ჩემს მიმართ რა ამ ილიას ფანების მიერ აი ნახეთ როდესაც აი ეხლა რატო ხედავ ხოლმე მაგას იცით ჩემს თავს უყურებ და აი რაღაცა მიშლის ხელს რა ბოლომდე ვერ ვხედავ ჩემს თავს რაღაცა ეფარება აი ამ სივრცეს თქვენსა და ჩემს შორის ამას ხედავ ხოლმე იმაში ეკრანში და როდესაც აი ეს მომენტი ხდება ხოლმე ხო იმიტომაც აი ძალა დღეს პირველ საათამდე მეძინა ძალა მაქვს როგორ ვიკრებ ძალებს რა ესე იგი რამდენი ჯოჯო რამდენი წართმეული სული რამდენი გათიშული ადამიანი შევარყიე მე ამ რამდენიმე დღეში ხო აჰა რამდენი დღეა რაც გარდაიცვალა ილია გარდაიცვალა და კი არა და მიაკო და ილია თავის სკამს იმდენი წყეულა და იმდენი გინება იმდენი ბოროტი თვალი და იმდენი საშინელი ენერგია ჩემს მიმართ გამოგზავნილი უნდა გავუმკლავდი ამათ გესმის და წარმოიდგინეთ რომ პირდაპირ მთიშავს ხოლმე ეს რა პირდაპირ რა ახლა წარმოიდგინეთ საერთოდ ვერ ვცნობ ჩემს თავს რა ვერ ვცნობ აი ხომ ვუყურებ ჩემს თავს და ვერ ვცნობ მეორე რჯული მე-17 თავის მე-5 მუხლი გაიყვანე ეს კაცი ან ქალი რომელმაც ჩაიდინა ბოროტის საქმე შენს კარიბჭესთან კაცი ან ქალი და სასიკვდილოდ ჩაქოლა ისინი ბიჭო მე იცი რა ვერ გავიგე სასჯელი იყო ესეთი ჩაქოლვა ქალი თუ კაცთან დაწვებოდა ორივე ჩაიქოლებოდა სულ მცირე ქალი ჩაიქოლებოდა ხო საინტერესო რა არის იცი ანუ ეს ცოდვა იმდენად სისხლში ქონდათ, რომ თავს ვერ იკავებდნენ, თუ რა იყო ვერ ხვდები რა. ანუ გასაგებია, შესაძლებელია ისეთი რაღაც იყო, რომ ძალით აქორწინებდნენ ქალებს ვიღაცა მიღრძოებულ კაცებზე და საერთოდ არ უნდათ მათთან და ნუ გამოჩნდებოდა მე მათ ცხოვრებაში ვიღაცა მისი მეორე ნახევარი და მათთან უნდათ შეიძლება, მაგრამ წარმოგიდგენია რა სისტემა იყო, რომ რა სისტემაში მოუხდა ქრისტეს მოსვლა, რომ აი ეს ყველაფერი დაემსხვრია, წარმოგიდგენიათ? მეორე რჯული, 22 თავი, 22 მუხლი. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლიარე წაუსწრეს, ორივე უნდა მოკლას. ქალთან მწოლიარე კაციცა და ქალიც აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. ბიჭო, რა კაცისა და ქალის წოლაზეა საუბარი და ბოროტების აღმოფხრაზე. ტიპებმა ქრისტე ვერ შეიცნეს და ბიჭო, დავიჯერო ეს ისეთი დიდ ცოდვად მიაჩნიათ ეს კაცი და ქალი ერთმანეთთან რო წვანან, ვიდრე ადამიანის სიკვდილის გამოტანა? ესეთი სიბნელეა? თუმცა არ გამიკვირდება დღესაც ხო ეგეთი სიბნელეა. აგერ მე სატანას მიწოდებენ და ისა ტიპმა რომელმაც 59 წელი იმენა იმეფა და არაფერი არ გააკეთა საქართველოსთვის ის ზეცად აიყვანეს თითქმის რა. ხო, ნუ აქ სად ვიყავი ხა ხო როგორც ჩანს, საერთოდ არ კითხულობთ სახარების ტექსტებს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა გიჭირთ. იესო როგორც მესამე პირი, გადაწყვეტილების ობიექტური მიმღები ისე მონაწილეობდა ამ შემთხვევაში. მღვდელი კასიანი ბეზორბრაზოვი წერს.
მღვდელი კასიანი ბეზორბრაზოვი წერს. იქ საუბარია, რომ იოანეს ტექსტი უძველეს ხელნაწერებში არ არის და რომ ეს შესწორება მოგვიანებით ჩაემატა. იესოს თქმით გამოდის მოსეს დროს, ვისაც სქოლავდნენ, ყველანი უცოდელები იყვნენ და თუ არ იყვნენ უცოდელები, მაშინ მოსეს ჩაქოლვის რჯულის აბსურდია და ძალას კარგავს. რა არის იცით, ამას რომ ვკითხულობ, ხო? არა მარტო ილია მეორის მიმართ მიჩნდება, ესე იგი, ძალიან დიდი აგრესია, არამედ სრულიად ამ სამღვდელოების მიმართ რა, რომ ამ თემებს საერთოდ არ აკვირდებიან. ესე იგი, ბრმად დგანან და წირავენ იუდეური წესით, თუ რა ხდება, ვერ ხვდები რა. ან თეოლოგები არ აყავთ რომ ამაზე იმსჯელონ? თუ რა გინდა აგერ ლევან შახო იყავი სემინარიაში და კითხვებს რო სვავდი, მაგიტომ არ შეგიქმნეს პრობლემები? დავითმა არა მარტო იმრუშა ურია ხეთელის ცოლთან, არამედ მისი უდანაშაულო ქმარიც კი მოაკვლევინა. მკვლელობის დამკვეთი კი მკვლელებზე ორჯერ უარესია. რჯულში კი წერია, რომ ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. ასევე მრუშობის გამო ქალისა და კაციც ორივე უნდა ჩაიქოლონ. როგორც ჩანს, ეს კანონი დავითზე არ მოქმედებს. საინტერესოა, ასეთ ადამიანს რა საერთო აქვს აუფალთან და ასეთ ადამიანზე იახვე იძახის ჩემი გულის სანდომი კაცი ვპოვეო. ან საერთოდ მოსე იესოზე მაღლა თუ იდგა, იესოს რას ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო? იესოს რაში აინტერესებდა მოსემ რა თქვა? ან და ებრაელებს რაში აინტერესებდათ იესოს სიტყვა ჩაქოლვის შესახებ, როგორ მოქცეულიყვნენ? სულ იესოს ეკითხებოდნენ, როგორც დავიცვათ ღვთის კანონებიო? კარგი კითხვა, მართლა. ანუ ეს როგორ მგონია, იცი, ახლა ესეთი მომენტი მგონია, რომ მე ხო ვდგავარ და ვლაპარაკობ და არავინ არა ვარ საერთოდ რა. ახლა ეკლესიისთვის ჩვეულებრივი გათხოვილი ქალი ვარ, ჩვეულებრივი მოსახლე გოგო ვარ, ზოგმა შეიძლება გიჟიც მიწოდე და ზოგმა რაღაცა, ხო? მაგრამ ხალხი ხო მაინც მეკითხება, ამ კითხვებს ხო მისვავს, რა, როგორ მოვიქცეთ ესე მარხვა დავიცვათ, ჯვარი ჩამოვიკიდოთ. ხალხი ხო მაინც მეკითხება და იგივე ვითარებაში იყო ალბათ იესო, რომელიც მერე შევიდა წიგნში, როდესაც ჯვარს ეცვა. ხო. ან საერთოდ მოსე ხომ ეს გავიგეთ? თუ ჩაქოლის უფლება მხოლოდ უცოდელ ადამიანს ჰქონდა, მაშინ უნდა მოენახათ ასეთი კაცი და მოსეს რჯული შეესრულებინათ ხომასია? თუ ამ ნათქვამში თქვენს შორის იესომ საკუთარი თავი არ იგულისხმებს საჯულად, მაშინ ვინ იყო საერთოდ უცოდველი მოსეს დროს, რომ ეს ჩაქოლის რჯული აღესრულებინათ? თუ უცოდველი არავინ იყო მოსეს დროს, მაშინ ჩაქოლის რჯულიც არ უნდა დაწერილიყო ხომასია? ზუსტადაც იესომ რომ იცოდა უცოდველი არავინ იყო და ქვას მაგის გამო არავინ ესროდა. მაგიტომ თქვა, ვინც უცოდველია? იმან ესროლოსო თორე სხვაგვარად რომ ყოფილიყო და უცოდველი აღმოჩენილიყო, ვინმე ქვის სროლას ხომ აღარ დაუშვებდა? როგორ ფიქრობთ, ხელს არ შეუშლიდა ჩაქოლვას? ცხვარი ხარო გეუბნებიან. ხო, ხმას იღებს ცხვარი ხარო რა. ეგრე გამოდის, რომ ცხვარი ხარო გეუბნებიან, როდესაც გაჩერებენ და კითხვების დასმის უფლებას არ გაძლევენ. მე მგონი ეს კითხვები ახლა ლევან საკმარისია დღევანდელი საზოგადოებისთვის, დღეისათვის. თვალებიც დამეხალა. რამდენი და ყოჩახთა, რამდენი წაგიკითხავს? ყოჩახ. იმიტომ ყოჩახ, რომ მაგარი
ნერვებზე მოშლილი დღეებია ეხლა ისედაც და მოდი ეხლა ვიმსჯელოთ რა. აი ეხლა სერიოზულად მართლა გიკითხებით რა. დავიჯერო ეს კითხვები საზოგადოებას არ გააჩნდა, სანამ ლევანი ამ წიგნს არ დაწერდა? მე ძალიან ბევრი კითხვები გამაჩნდა, ძალიან ბევრი კითხვებიც მაქვს ჩამოწერილი და ძალიან ბევრი სადისკუსიო თემაც წამოწყებული მაქვს, თუმცა რად გინდა ეხლა ლევან, აი გეუბნები რა. ილიამ მეორეზე იმდენად ჩაციკლულია ხალხი, რომ ვერ გაიგეს ვინ არის რა, ერის მამა ვინ უნდა იყოს, ვერ გაიგეს. ის ვინც სულიერად ანათლებს ადამიანებს და არა ვინც ფულადი დახმარებით ეხმარება. კი, ფულადი დახმარება თუ აქვს, მაგაზე კარგი რა არის, ქრისტეც ეხმარებოდა ფულადი დახმარებითაც და ისეც რა. კარლი გავაგრძელოთო? კარლი. აქ არის კარლი. კარლი სად არის? კარლი. აპოლოგია ჯვრის შესახებ. საინტერესოა ლევან, მართლა ძალიან საინტერესო თემებს ეხები რა. ეკლესიის არსის შესახებ. არ ვიცი, კარლი სად არის? აი ახლა გუშინ ხო ვთარგმნიდი იმ ტექსტს გერმანულიდან და იქ არის ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ ბიჭო, თუ იესო ქრისტე, ხო? ამბობენ, რომ არ იყო მიამბოხე. ხო, მიამბოხე არ იყო. მაშინ ყველა მისი ქმედება ეწინააღმდეგება აი ამ მიამბოხეობის არქონას. ხო, აი ახლა კარლი გერმანელ მაკალზე გულისხმობ. მეამბოხეობის არქონას, ხო, იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ ლეღვის ხეს წევლის, მიდის ეკლესიაში შედის და დახლებს ყრიის. ეგ ყველაფერი, ანუ იქ იმდენი ხალხის წინააღმდეგ არ არსებულა, რომ ის ხალხი არ შეწინააღმდეგებოდა იესო ქრისტეს რა. ეხლა ეგ ჩემ თავზე გამოვცადე, აგერ 50 კაცი იდგა ჯვრის მონასტერზე და იქ დახლები არ გადმომიყრია, მაგრამ სიტყვიერად ავიმაღლე სიტყვა და ვთქვი, რომ მე თქვი ხალხო რას აკეთებთ? ჯვრის მონასტერში აქ ვაჭრობა რატო გაქვთ და 50-ვე კაცი დამესია. ეხლა მე ქალი ვიყავი, ის კაცი იყო, ხო? ეხლა ქრისტე კაცია, კაცის წინააღმდეგ უფრო გაიწევს კაცობრიობა ვიდრე ქალის წინააღმდეგ. შეიძლება ეხლა თავი შეიკავეს იქ მამაკაცებმა, თუმცა ვერ იკავებდნენ თავს და მოდიოდნენ, იწევდნენ ჩემზე. მარტო ვიდექი თანაც რა, არავინ არ იდგა იქ ჩემი ქმარი და ვინმე ჩემი სიდონის წევრი და ჩემიანი არავინ არ იდგა. მარტო ვიდექი და 50 კაცის წინააღმდეგ ავიმაღლეს სიტყვა. და პირდაპირ მნიშვნელობით ერთ-ერთი ყოყოჩი იყო იქ, როგორც ჩანს იქ წიხაროსანია, ან ვიღაცა სერიოზული ტიპი დგას იქ და შენ როგორ რა მოიღეო, ხმას როგორ იღებო რა, დამიწყო ხიპიში და მოვიდა ესე მამლებმა რო იციან მომადგა და მივადექი მეც რა, არანაკლებ მამალიც შემიძლია გავხდე ხოლმე, როცა საჭიროა და მივადექი მეც სახეზე რა, რომ ბიჭო მეთქი შენ ქრისტეს სიტყვებით გელაპარაკებით, ქრისტეს გეუბნები, მეთქი ქრისტეზე მეც არაფერს არ ვამბობ, რეებს ლაპარაკობ. ხო და მამაო ესეც გეუბნება, ის უნდა გავიგოთ, ხო და მამაოს მეთქი მე მიდი და კითხე მეთქი მამაოს, თუ არასწორი ვარ თქო რა. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ხელი ვერ დამანდეს ამ ხალხმა, თუმცა აი 50 კაცი გარშემო მივლიდა ტურებივით რა. და ის მამაო გამოვიდა მერე და გაანებეთო თავიო,
ესე უთხრა, კიდევ კარგი, ეს მამაო მაინც აღმოჩნდა ნორმალური, მერე გაგცემ პასუხსო, მე მითხრა, რომ მერე გაგცემ პასუხს იუდეური წესით რატო ვწირავო რა და მერე რომ იქ შეიკავა თავი, მაგრამ გარეთ რომ გავედით, ხო? კინაღამ ფეხი მომახოლა მანქანის კარებში და დაუდე ფეხი, მეც კი რა ხომ დამპირდით, მეც კი რომ გამცემდით პასუხს, ხო და საქმე იმაშია, რომ ხალხო ქრისტეს არ არსებულია ესეთი რამ, რომ ეხლა მე რომ იქ დახლი ამეყირავებინა, ეგრევე გამოუძახებდნენ იმას გამოუძახის კიდევაც უშიშროებას. უშიშროებას გამოუძახებდნენ და ხელბორკილებით წამიყვანდნენ იქიდან. დახლი რომ ამეყირავებინა და ეხლა დღეს ხდება ეგ და 2000 წლის წინ რა იქნებოდა წარმოგიდგენიათ? იქ შანსი არ არის, რომ იესო ქრისტეს წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ხალხისთვის, მარტო მაგ მდგომარეობით, რომ ამ დახლები აუყირავა რა. მე იცით როგორ მესმის იესო ქრისტესი? აი, ფილმია გადაღებული ესეთი. მე მგონი შოუს სერია ესეთი, რომ მიდის ქრისტე და ხედავს ესეთ რაღაცას რა იერუსალიმში და აქ უკვე ტიპი ისეთ დღეშია, რომ შანსი არ არის, აქ უკვე იცის, რომ დაიწყება ის ჯვარზე ასვლის დრო, იმიტომ რომ თავს ვერ შეიკავებს ტიპი რა. იმდენად დიდ სიბნელეს შეეჯახა ქრისტე იქ, რომ ეკლესიაში მამისახში ვაჭრობა მიმდინარეობს გაქანებული, რომ აი უკვე იცის, რომ იმდენად უკვე ამოასხა აქ რა და ვეღარ შეიკავებს თავს და ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ მოვიდეს ჟამიო. ანუ მიდის პირდაპირ ეს მოწაფეები ხო დებილი და ბელენჩვერებივით დაყვებოდნენ ისე რომ ვერაფერს ვერ ხვდებოდნენ ქრისტე რას აკეთებს. ეხლა მართალი გითხრა ქრისტესგან განსხვავებით მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ იმ ხალხს, ვინც საერთო აზრს ვიზიარებთ, ჩემი მაინც ესმის. და იმ ქრისტეს არავის არ ისმოდა მაგდალინელის გარდა, გეუბნები დებილებივით დაყვებოდნენ რა. და საბოლოოდ მიდის ეს ადის ქრისტე იმაში სვეტიცხოველში თქვა, მიყილა პირმა. სვეტიცხოველში თუნდაც შედის, სინაგოგაში შედის და აყირავებს იმ დახლებს. და რო აყირავებს იმ დახლებს, აქ მთელი წინააღმდეგობა მოდის. რა თქმა უნდა, მე სანამ ჯარი მოვიდა, იესო ქრისტე გააპარეს. გააპარეს კი არა, მოწაფეებმა გაიყვანეს. მოწაფეებმა გაათრიეს იესო ქრისტე. და იმ მომენტში ვერ აიყვანეს და რო ვიძახდით, რომ ქრისტე ახალი შესული იყო იერუსალიმში, ხო ვიძახდით, რომ რაში სჭირდებოდათო კაიაფამ და ანამ უკვე იცოდნენ, გაეგოთ შორიდან იესო ქრისტეს შესახებ, რომ აი დადის სოფელ, ქალაქ და ისა ქადაგებს. და უკვე იერუსალიმში ახალი შესული რო არის, კაიაფა და ანა არიციან რომელია იესო ქრისტე, გესმის? კაიაფამ და ანამ ზუსტად არიციან, ხა რამდენი მოწაფე ხავს იქ ქრისტეს მსგავსი მოწაფეებიც იყვნენ მის ჯგუფში, ხო? და რომელ დაადონ ხელი არიციან, ამიტომ იუდას მოისყიდიან. რა თქმა უნდა, იუდა თავიდანვე აგენტი იყო და აძლევდა ინფორმაციებს იესოზე იმათ მღვდლებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში იუდა დაუმოწმებს ქრისტეს კოცნით იმაზე, რომ აი ეს არისო, ვისაც ვაკოცებო რა და არა ის პავლე კი არა და პეტრეო. პეტრეს გავდა ქრისტეს. ხო და ნუ ეხლა სულ ყველა წვერიანი და შეხედული ტიპები იყვნენ იმის საზოგადოებაში და ვიზე უნდა დაედოთ ხელი არ იცოდნენ რა და თან ეჩქარებოდათ ამის თავიდან მოშორება, იმიტომ რომ იერუსალიმში ქრისტეს 1-2 დღე რო ეკადაგა, всё, შანსი არ იყო რომ ხალხი გაეჩერებინათ. უკვე წააგებდნენ ომს. ამიტომ იმ ღამესვე, იმ დღესვე და იმ დღეებშივე დაიჭირეს ქრისტე რა. და ჯვარზე გააგზავნეს. ვერც გაიგო ხალხმა ვინ იყო იესო ქრისტე იქ იერუსალიმში, იმიტომ რომ ახალი შესული იყო. მაგათ რომ ქრისტეს ყავდეთ, კაც კი არ დაუძახებდნენ მამაოს ამ მოძღვარს. არიციან ქრისტე რა, აი როგორ ზერელეთ იცნობენ ქრისტეს, იცით? აი ქრისტე იყო და ჯვარზე ცოტა всё, ეგ იციან მარტო, მეტი არაფერი. ყველამ კარგად იცოდნენ და იცნობდნენ. ხო და მე ვფიქრობ, აი როდესაც უკვე იერუსალიმში შედის, იქ უკვე ხედავს ძალიან დიდ სიბნელეს, იმიტომ რომ იერუსალიმში დიდი ვაჭრების ქალაქი იყო
იერუსალიმი აგერ მცხეთაში იყო და მცხეთა ოდითგანვე ვაჭრობის ცენტრი იყო რა და თანაც ებრაელების დასახლება იყო იქ და უკვე იცის იესომ რომ აქ წავა მთელი ამბები რა. აქ წავა მთელი ამბები, მართლა წავიდა მთელი ამბები და საბოლოო ჯამში აი ანაც და კაიაფაც ნიკოდემოს ხო ნიკოდემოსი ეუბნება რომ ნუ გააკეთებთ მაგას იქ არის ნიკოდემოსი იქ არის ანუ დაყვება ქრისტეს ვერ გაყვა ბოლომდე ვერ გამოჩნდა ნიკოდემოსის მდგომარეობაში დღესაც ბევრი არის აი მაგალითად ის მღვდლები რომელიც მისმენენ და მეთანხმებიან და თან ხმამაღლა არ ჩნდებიან ხოლმე ჩემს სივრცეში რა და პირადში მწერენ ხოლმე აი ნიკოდემოსის მდგომარეობაში ბევრი მღვდელია დღეს მე თუ მკითხავთ ჩემ თავზე გამოვცადე ეს ჩემ არსზე და ნიკოდემოსი თავისთავად ხვდება რომ ეს კაც ამ კაც შემოაქვს რაღაც ახალი მცნებები რა რაღაც ახალი და რეალურად ჯანსაღი და აი ეს ჩამძორებული საზოგადოება რო არის ერთი და იგივე იმაში ცნებებში და ერთი და იგივე დოგმებში ხვდება რომ ეს არაფრით არ არის აქ წინსვლა. ეხლა გაცნობიერებული ადამიანი ხვდება რომ დრო იცვლება და იქ სადაც დაარჩი შენ იმ მძორში, ხო? ის მძორი ვერ გამოგადგება. ამიტომ უნდა შეცვალო რაღაც. და სწორედ ქრისტე იყო ის, ვინც შეცვალა სიტყვა. სიტყვა შეცვალა ქრისტემ. ანუ დოგმები, კანონები და წესები შეცვალა ქრისტემ. სიტყვის ძალით. და საბოლოო ჯამში ამას რა თქმა უნდა ხვდებიან კაიაფას და ანაც, ისინი იმდანად დაბრმავებულებიან თავიანთი ძალაუფლებით, რომ სულაც არ სჭირდება ეს ახალი სიტყვა. არ სჭირდება, ეხლა რა სჭირდება მშვენივრად ღიპები გადმოგდებული აქვს, ჯიპებზე ზიან, მოგდებული აქვს მთელი საზოგადოება და რასაც იტყვიან აი ესე გააკეთებენ და ისინი უკეთებენ ცუციკებივით და რაში სჭირდება ეხლა მოვიდეს თამარინას არიძე და კიდე იქადაგოს ამათთან და დაუშალოს ეს მრევლი ან მოაკლოს ის ფული რაც შემოსდით მათ აწყობილი აქვს მშვენივრად ხო იგივე ვითარება იყო მაშინაც რაში სჭირდებოდეთ ეხლა მართალი კაცის სიტყვის გაგება იქ იმ დროში სულაც არ სჭირდებოდეთ მოკლავენ აი ეგრე მიდი არ მოკლეს რო ვინ დაიცვა ქრისტე ის 12 მოწაფე რას უზავდა ისინი მოწყდნენ და აითესნენ იქიდან აი პირდაპირ მნიშვნელობით აითესნენ ვინც იყვნენ ერთადერთი იყო ქალები რომლებიც მას დაყვებოდნენ და სულ ცოტა 70 ქალი მაინც იყო მაგრამ ქალის სიტყვას აგერ ხვდებით რომ ფასი არ ქონდა ხო და ქალები გადაეღობებოდნენ ამ ხელაჯარს წინ თუ ეს 12 მოწაფე ისეთი ჩაიტრაცა ილიასავით რომ გაიქცა და დაიმალა თუ ამ 12 მოწაფემ ეს ვერ გააკეთა რომ დაეცვა თავისი რა წინამძღვარი მე ჩემ თავზე მაქვს გადატანილი ჯვარზე რო ვიყავი და რო ვყვიროდით მე და ნინო აქ რატო არის გადაკეტილი ეს მე მარჯვენა ფრთაო ერთ-ერთი მოტყდა და დაიმალა სადღაცა ჩემ თავზე გამოცდილი რა თუნდა მაგას პეტრეს გახსენება იქ როგორ იყო აგერ დღესაც იგივე ხდება კაი დავიკიდოთ ახლა ეს ყველაფერი მეგობრებო კითხვები ძალიან ბევრი იყო დღეს იაზროვნეთ იფიქრეთ და საბოლოო ჯამში ჩვენ ვაკეთებთ იმ ადამიანის საქმეს რომელ ადამიანსაც 59 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა ეს მაგრამ ვერ გააკეთა ვერ ქნა ერთი სიტყვა ვერ ამოიღო ერთი მსჯელობა ვერ წამოიწყო ამ თემაზე ვერც თავის სინოდის წევრებში და ვერც თავის თავთან და ვერც ვერავისთან წავედი ხა გაგოცეთ მე მგონი ფერი მომივიდა ცოტა ხო აი გადავიდა ის ნახე სიტყვის რამხელა ძალა აქ რო ლაპარაკობ წმენს აურას წმენს სიტყვა აგერ განიწმინდა უკვე ჩემი აურა განიწმინდა უკვე ხედავ ჩემ თავს ეგრე არ არის ამ დამეთანხმებით რომ ეგრეა წეღან ვიყავი მიმკვდარებულებით რაღაცა ფერი ასად იყო არ ვიცოდი კაი წავედი აბა გაკოცეთ საბოლოო ჯამში ათეიზმამდე მივხვდით არ მივალთ ათეიზმამდე ნამდვილად არ მივალთ იმიტომ რომ ქრისტემ გითხრა რომ შენშია ყველაფერი შენშია ღმერთიც რწმენაც
ეგ გნოზისიც ყველაფერი სიტყვაც შენიდან გამოდის. საბოლოო ჯამში ჩვენ თავამდე მივალთ. ჩვენ თავებამდე. და არა ილია მეორე, როგორ მიყვარს ილია. ჩვენ თავებამდე რა. 49 წლის განმავლობაში კაცს უნდა ეკადაგა, რომ თქვენი თავები გაიცანით. რასაც ქრისტე ქადაგებდა, მაგრამ არა. ნაყინების ჭამა უფრო უყვარდა. კი, მიხვალთ, კი, ჯერ მაგისთვის არ ხართ მზადო. რისთვის, რენე, რისთვის არ ვართ მზად? ათეიზმისთვის? ათეისტი ვიყავი მე ერთ დროს. ათეისტი ვიყავი, მაგრამ მე ღმერთიც შევიცანი. ოღონდ არა ისე, რომ მღვდლებმა მითხრეს, გნოზისიც შევიცანი ღმერთი. და ღმერთის არსში მე ეჭვი არ შემეპარება, იმიტომ რომ როცა ღმერთის არსს შეიცნობ, იქ ეჭვი აღარ გაგიჩნდება, რომ ის არ არსებობს, რაც უკვე შეიცანი. ბიბლის მიხედვითაც ათეიზმამდე მივალთ. ბიბლის მიხედვით ათეიზმამდე მივალთ, მაგრამ თუ ჩვენ თავებში მოგზაურებთ, ხო? და რასაც ქრისტე გვეუბნება, ჩვენ თავებიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, ათეიზმიდან კი არა, სრულ ჭეშმარიტ ღმერთამდე მივალთ. რისთვის და რელიგიური ეგრეგორიდან გამოხვიდეთ. რენე, იცი რამდენი ხანია მე გამოსული ვარ რელიგიური ეგრეგორიდან? გეტყვი 16 წლიდან. 16 წლიდან. მერე ისევ მოხდა ისე, რომ როდესაც აი ღმერთის არსი გავიცანი და მე მეგონა და არ ვიყავი ჩახედული მაგ საკითხში, რომ ეს ეკლესია იყო ზუსტად იმ ღვთისმსახური და საბოლოო ჯამში ამომიტრიალეს ყველაფერი, რომ არ იყო. ეგეც დამანახეს, რომ ეგენი არ არიან იმ ღვთისმსახური, რომელი ღმერთიც მე გავიცანი იგნოზისით. ქრისტე, ძირითადად ქრისტე ღმერთი და ქრისტე ღმერთთან რომ ესენი საერთოდ ახლოსში არც არიან და ვერც იქნებიან ვერას დროში ალბათ ღმერთმა უკნას, ღმერთმა მოაქციოს ეგენი 50 წლის რომ გახდები, მერე გაგეხსნება ნეოკორტექსი. რენე ბრიელ, შენ რამდენი წლის ხარ? არ მითხრა ახლა 60-ისო. ზოგადად ადამიანი მუდმივ განვითარებაშია. ანუ ერთ სტაგნაციაში ღმერთმა დაგვტოვოს რა. მუდმივ განვითარებაში ვარ და აი ესე ვტრიალებთ რა. ხო და ღმერთის არსებობის სანამ გჯერავს, იქამდე იქნები რელიგიურ ეგრეგორში. ღმერთის არსებობის როგორ არ უნდა დავიჯერო, როცა მე ჩემი თვალით მაგ ნანახი. და რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, რომ ღმერთები ჩვენ ვართ. ქრისტეზე არის ძველი ფილმი გადაღებული, აკრძალეს და დაბლოკეს საიტებზე. მგონი რუსულ საიტზეა დევს, იმ ფილმს სხვანაირად ხდება. იმ ფილმში სხვანაირად ხდება. რა ხდება, ოთო? იმ ფილმში? ყველაზე რეალური სახე ქრისტესი. ქრისტესი არის იცით რომ ქრისტეს ფილმში აი როცა კანი შრება, ეხლა ბევრი წყევლა რო წამოვიდა ჩემზე, ხო? ეგრევე კანი გამიშრა, ხედავთ აქაც ტყუჩები გამიშრა რა. ეს წყევლა თავისთავად მეგობრებო, ამას გამკლავება სჭირდება, ეგრე არ არის, რომ მე არა ვარ ამაში ჩახედული და ბრმად ვაკეთებ ყველაფერს. არა, მეგობრებო, უბრალოდ მე ვიცი როგორ გავანეიტრალო მე ეს წყევლა და როდესაც წყევლას ანეიტრალებ, უკან მისდის მაწყევარს, გესმის? და ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი ასე ქვია იმ ფილმს. ეგ ფილმი არ აკრძალეს, რატო აკრძალეს? მშვენივრად არის, ეგ მელ გიბსონის ფილმი არის და რამდენჯერაც ჩვეულებრივად შეგიძლია შეისყიდო ინტერნეტ სივრცეში. ხო და მოდის ხოლმე ეგრე რა, წყევლა რა თქმა უნდა ჯერ მოვა, ისევ წავა.
ხო და ამიტომ ეშინია ხალხს მე ვხვდები რატომაც ეშინია ხალხს რატო ვერ იღებს ხმას იმიტომ რომ ამ საკითხებში გარკვეული არ არის გესმის არ იცის თავი როგორ დაიცვას ბოროტისგან და რა თქმა უნდა მას წყევლა მისდის ამიტომ ამბობს რა ბერი გაბრიელი ძალიან მაგარი წინსჭრეტი იყო ბერი გაბრიელი ტუჩის გამოშრობა წყევლას ნიშნავს ტუჩის საერთოდ კანი გრძნობს ყველაზე პირველი როდესაც შენზე არის ჯადო გაკეთებული, ან წყევლაა, ან თვალია. და როდესაც კანი გიშრება, ეგ იმას ნიშნავს, რომ პირველი რაც უნდა გააკეთო არის თავი გაიწმინდო, ენერგეტიკა გაიწმინდო რა. მარტინ სკორზეს ფილმიაო. ანუ ეს სხვა, ანუ მელ გიბსონზე არ ამბობ, ხო? ქრისტეს უკანასკნელი ის ქრისტეს უნებანია, ხო, მართალი ხარ. ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი არ ვიცი. ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი. მოძებნი აბა ერთი. ხო, მოძებნი და ჩამიგდე. მადლობას გადაგიხდი წინასწარ. სოფო გავაგრძელოთ ახლა შენ პასუხი. ანუ როდესაც კანი გიშრება, ეს იმას ნიშნავს, რომ წყევლაა. კი, ახლა არ გამიკვირდება, რომ შენზეც წყევლაა, იმიტომ რომ აქტიურობ შენ ძალიან უკვე ზეციური დაცვა გაქვს და აქტიურობ იმაზე, რომ ხალხში სინათლე შეიტანო. ამას რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ბნელეთი და გამოთქვავს წყევლებს და მკრულვებს. აგერ ფაქტის წინაშე დავდექით, რამდენი წყევლა მკრულველი ადამიანი ყავს ილია მეორის გამოწორთნილი, ხო? ილია მეორის სისტემას. ილია მეორის სისტემა არა, თვითონაც მარიონეტი იყო იმ სისტემას, რომელშიც ილია მსახურებდა. რუსული რომ არიცი ეგ ძალიან ცუდიაო. ხო, ალბათ. ხო, და ბერი გაბრიელი ამბობდა ესეთ რამის რა, რომ ვინცო ილია მეორის განიკითხავსო ნაკვერცხლები დაეცემა თავზეო და ეხლა აქ რო დაუკვირდეთ უკვე არსშივე არის ეს სატანის მოციქული, იმიტომ რომ თუ ქრისტეს მოციქულია, ქრისტე ნაკვერცხლებს არ აყრის თავზე და განკითხვა ქრისტეს არაფრად არ ქრისტესთვის განკითხვა არაფერს არ წარმოადგენს. რადგან ესე იგი ილია მეორის განიკითხავდა ნაკვერცხლები გეყრება თავზე, ესე იგი იქ ხედავთ არსშივე არის ბოროტი, ხო? მაგრამ როცა გამოჩნდება ღვთივკურთხეული მეფეო, ხო? ესე ამბობს ღვთივკურთხეული მეფე რომ გამოჩნდებაო, აი მერეო ანტიქრისტეო აქ ვეღარ გაიდგავს ფეხსო, ხო? ეხლა ღვთივკურთხეული მეფე ვინ არის? ის კი არ უთქვავს ბერ გაბრიელს, აი როცა დასვავენ ღვთივკურთხეულ მეფეს და გაამეფებენო, როცა გამოჩნდება ღვთივკურთხეული მეფეო. აი ეს აქვს ნათქვამი და დაგაიაზრეთ ეს საკითხი, რომ ის მეფე, რომელიც უკვე გამოჩნდება, რომელიც უკვე ღვთივკურთხეული არის. ღვთივკურთხეული მეფეები ორი ყავს ჩვენ ქართულ ისტორიაში. ეს არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე. აი ეს უნდა გაიაზროთ თქვენ რა, სიტყვის ძალის მიხედვით. თქვენ უნდა ჩახვიდეთ სიტყვის არსში. ვინ რა, რატო როგორ ამბობს. ზერელეთ ნუ ხედავთ ყველაფერს. და ვინ და თუ ღვთივკურთხეული მეფე არ გამოჩნდა, ამ ანტიქრისტეს აქედან როგორ აღგვიდა? იმ ღვთივკურთხეულ მეფეს არაფერი არ დაეყრება თავზე, იმიტომ რომ ღვთივკურთხეულია. აქეთ დააყრის იმ ნაკვერცხლებს იმათ, ვინც იმსახურებს. სიუჟეტი ეგეთია მიმდინარეობს, ხო, ვინც იმსახურებს, რატო ხო თვითონ გამოიწვია ეს ნაკვერცხალი და თვითონვე დაიყრის თავზე, გესმის? აგერ ერთი მაგალითი მინდა გითხრათ რა. პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი ცხოვრებიდან სულ რაღაც 1 წლის წინაც არ არის გასული 1 წელიც. აქ ჩვენთან ასურეთში, როდესაც ჩაატარეს ფესტივალი. რა ფესტივალი ეხლა ნახე? რაღაცა ჯანდაბური ფესტივალი, სადაც 3 დღე და ღამე დაბალ სიხშირიანი მუსიკა არ გაჩერებულა რა და დუმ აი ესეთი მუსიკა რა, ძალიან დაბალი დონის.
კარგი რო ყოფილიყო, არავინ არ შეეწინააღმდეგა. საბოლოო ჯამში 1500-მა ღამის განმავლობაში 1500-მა მანქანამ გაიარა, გამოიარა ჩემი კარის წინ და დილით ავდექი და დედის ტრაკი ვაგინე ყველას და გადავკეტი აქ ჩემი კარი. პოლიციაც მოვიდა და ყველანიც თქო უნდა გენახათ აქ მთელ სოფელში იმხელა ის დადგა საცობი, რომ ხალხი მოდიოდა მანქანებიდან გადმოდიოდა კილომეტრებზე, რომ რა ხდებაო რა და საქმე იმაში, რომ ერთი ვიდექი რა. არც მithქვია ჩემი მეუღლისთვის რას ვაკეთებ გარეთ. ჩემი მეუღლე იდგა და აქეთ მუშაობდა. თავის საქმებს აკეთებდა. მარტო ვიდექი და მარტო შევებრძოლა, ესე იგი, იმდენ ქაჯები მიდიან ახლა დაბალი ვიბრაციული მუსიკაზე, ქაჯები მიდიან, ამას სხვა ვის მოუნდება იქ წასვლა, ხო? მარტო ვებრძოდი, არც ერთი მეზობელი მხარში არ დამიდგა, აქეთ დამიწყო მეზობლებმა ჩხუბი, რომ გაუში რასაკეთებო, რატო იმას შვებიო, გზას რატო კეტავო და მე გამომივარდა ქალი, რომ ამ ხმაურმაო გაატრაკაო საქმეო ამ გოგომო რა გაგვიწყალა გულიო ვერ დამიძინია ნორმალურადო და ის მუსიკა კი არის მოდა რომ მთელი ღამის განმავლობაში და აქ მანქანები რო გადიონ ის ხმაური არის მოდა მარტო ჩემი ხმაური გაიგეს გესმის მარტო ჩემი ხმაური გაიგეს აი ესეთი დაყრუებული ერია გამოვიდა მეზობლები ხომე დამესიენ ეს ხალხიც ხომე დამესიენ არ დავნებდი ხალხო არ ვნებდებოდი იცით რატო? იმიტომ რომ მართალი ვიყავი და სიმართლეს ბოლომდე გავიდან სანამ ჯვარს არ მაცმევენ მეთქი რა სანამ ჯვარს არ მაცმევენ სიმართლეს ბოლომდე გავიდან და ჯვარზე რომ მაცვან მაგათმა ხო მტკიცებულება იქნება იმისი რომ მე მართალი ვარ რა და ვერ მაცმევენ ჯვარზე საქმეც მაგაშია მაგათმა რომ მე ჯვარს მაცვან უკვე მტკიცებულებაში შევდივართ და ეგენი ვერ გაექცევიან ისტორიას რა. აქ დაიწერება და გადაიწერება წიგნები მაგათმა რომ მე ჯვარს მაცვან. ვერ კოზირი კი არა და იმხელა ჩიხში შევიყვანე ეგენი რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ საერთოდ რა. ვერ მომკლავენ იმიტომ რომ ზეციდან დაცვა მაქვს და რაც შესასრულებელი მისია მაქვს ის უნდა შევასრულო. ვერ მაცვავენ ჯვარს თავისი ხელით მით უმეტეს ვერ მომკლავენ იმიტომ რომ ხელები დაემტრევათ კი არა დაენგრევათ დედამიწა თავზე აქ ხომ თელმა სოფელმა ლანძღვა დამიწყო ფეხზე მე კიდევ ფეხზე კი არა ღმერთმა მოუაროს მაგათ იმ ხალხმა ხომ სამა კაცმა ჩემზე გამოიწია ვერ გადამაყენეს ხალხო ვერ გამწიეს რატო ვერ გამწიეს თუ იცით საბოლოო ჯამში ხო პოლიციაშიც მოგვიხდა მე ახსნა განმარტებები ხელი ვერ დამადო პოლიცია მიზეზი ვერ მიპოვა მიზეზები 1000 იყო იქ რა ქვია მაგას რა ქვია გადავკეტე გზა უკვე დარღვეული მაქვს კანონი ხელი ვერ დამადო პოლიცია ნეტა ვისი ძალით ეშმაკის ძალით ვა, რა მაგარია ბიჭო, ეშმაკი როგორ ქრისტეს მომსახურებს ბიჭო, ეგეთი ეშმაკი არ ვიცი მე რაღაც ძალიან უცნაური, მე მგონი ეშმაკი მოექცევა პირველი რა. მე მგონი ეშმაკი უკვე მოქცეულია და ეს ხალხი ვერ იგებს მაგას რა. თუ მე ეშმაკის ძალით იქ ესეთი რა ამბები დავატრიალე, მთელი სოფლის წინაშე და მთელი იმ საზოგადოების წინაშე ვინ უცხოები მოდიოდნენ აქ ჯიპიანი არანაკლებ მამაო სისტემის ხალხი. საბოლოო ჯამში მასონიც მოვიდა ჩემთან. ხო, ნუ მოკლედ საქმე იმაშია რომ ვერ დამადეს ხელი და ჩემი და მეკითხება რაო მაგარი ხარო და იმიტომო? შენ რა გონიაო, თავი წმინდანი გონიაო? მე არაფერი არ მგონია, მე ვუყურებ იმას, რასაც ვაკეთებ. და დასკვნები სხვებმა გამოიტანონ. ჩემი დასკვნა მე მაქვს ჩემი, რომ ზეციური მფარველობა მაქვს და ზუსტადაც იმიტომ მატრაკებინებს ამდენს რა. და რა ვიცი, მე რომ პირიქით ვაკეთებდე და დემონსტრაციებს ვაწყობდი აქ რომ გინდა თუ არა უნდა ჩავატაროთ ესეთი ფესტივალები რომ ადამიანები გარყვნან მაშინ ვიფიქრებდი რომ მართლა ეშმაკი მამოქმედებს მაგრამ ამის წინააღმდეგ რომ ვიბრძვი და ამდენი ხალხის წინააღმდეგ და მარტო ვდგავარ ხო მე არ ვიცი ხა თუ გინდათ რომ ამოაყირავოთ რეალობა ამოაყირავეთ მაგრამ ჩემთვის უკვე ნათელია მე რასაც ვემსახურები
მთელი 2 თვე კი არა, ხალხო. 5 თვე ქონდათ ჩემი ტელეფონი არ მიბრუნებდნენ, იმიტომ რომ ეს საქმე ვერ დასრულდა. ხელს ვერ მადებდნენ, გეუბნებით ჩვეულებრივად ისიც უთხარი, კადრებიც არის, რომ ყველანაირად ვარღვევ კანონებს. ყველანაირად გადავკეტე გზა, კაცს მოუტეხე, რა ქვია, მანქანის სარკე. ეშმაკმა დამიცვა? ქრისტეს ეშმაკი იცავდა? ალბათ, რა ვიცი, მაშინ ქრისტეს ეშმაკისეული იყო და მეც. მაკოწერს მე მახსოვს ეგ პერიოდიო, ხო? ხო გახსოვს? ხო, აგერ ჩემი კარის მეზობლებმა პოლიცია რომ მოვიდა, ჩემს ეუბნებოდნენ, რომ 3 კაცს ვცემდი თურმე და თანაც ეს ერთ ქალს თმებით ვითრევდი რა. აი 3 კაცი, ხო, წარმოგიდგენიათ რა ძლიერი ქალი ყოფილ ვარ კაცო. უშველებელი ჩემ მეუღლეზე მაღალი კაცები ვცემე თურმე მე და ესა ისინიც. მათი ცოლიც. ბიჭო, მეთქი შენ რომ დაინახე ის რომ მე თავს ვიცავდი. ის რატო ვერ დაინახე რომ მე დამარტყეს და თმები მომქაჩეს ჯერ და მე მოვქაჩე თმები. ის რატო ვერ არა, მაგას არ ხედა. ბიჭო, რანაირი ჯადუ არის ესეთი, რომ ყველაფერს უკუღმა ახედებს. ანუ ყველაფერს უკუღმა ხედავს ადამიანები ჩემს რასაც ვამბობ, რასაც ვაკეთებ და რასაც ვწერ, ყველაფერს უკუღმა ხედავენ რა. და რატო ხდება ესე ხალხო? ეს აშკარად რაღაცა დიდი წყევლა არის ან ჯადუ არის, მაგასაც გამოვიკლევ ერთი. ეხლა კაი კითხვა გამიჩნდა. ამაზე ჯერ არ მიფიქრია. რატომ ხედავენ ყველაფერს ისე როგორც ვაკეთებ, ისე რატო არ ხედავენ? რისთვისაც ვაკეთებ იმას, რატო ვერ ხედავენ და რატო პირიქით მიტრიალებენ? ვერ ხვდები მაგას? აგერ ხალხს ვეუბნები, რომ აგერ მეთქვი, მტკიცებულება არის, ბიჭო, აგერ. აჰა, ეს და აჰა მისი მტკიცებულება, რომ სატანის მსახურია. აჰა, მისი მტკიცებულება, რომ სატანის მსახურია. ყელზე კიდია სატანის მსახურება და აჰა, აქ წერია, ბიჭო, მოძებნეთ და ნახეთ. აქ წერია, რომ ეს არის ლუციფერის სიმბოლო. ლუციფერის სიგილი ადევს ყელზე კაცს და კიდე მეუბნება, კარგით რა გეყოფათ ამდენი ცილის წამებაო, გოგო. გადავიდიე, ბიჭო, ვინ არიან ესენი? რა ბრმა ხალხი ყოფილა რა. და ისინი ახლა ამ წიგს გაიგებენ, ეს რო წაიკითხონ, აქ რა კითხვებს. იტყვიან ეს პროვოკატორი ვინ არის? რენერ კითხვებს ვერც გაიგებენ რა წერია მან. ვერ გაიგებენ. ამოყირავებული აქვთ მენორა და მეხსიერებაო, ხო? მართალი ხარ. ხო ამოუყირავეთ ეგ მენორა. ამოუყირავეთ. ნელა მოდის ახლა ბევრი ხალხი, ბევრი ახლა ჩემი სამეგობრო სანათესაო, სამეზობლოც აზრზე მოდის კი. ეხლა შედარება არ არის 4 წლის წინაც იყო და ეხლა რაც არის, მართლა შედარება არ არის რა. მაგრამ ვინც ბრმა ეხლა ხო ამბობს ქრისტეს რომ გამოჩნდეს ბოლოს ისინი მასაც ვერ აღიარებენ, მაინც ვერ აღიარებენ. იმიტომ რომ ვერ შეიცნობენ მას. ეხლა მახსენდება რა, იცით მეგობრებო, თამარ მეფეზე არის ესეთი თქმულება რა. თამარ მეფეო არ იყო სილამაზით გამორჩეულიო, მაგრამ როცა საუბარს იწყებდაო, ლამაზდებოდაო. ანუ მომხიბვლელი და ლამაზი ხდებოდაო და ეხლა შევამჩნია ესეთი რა, მართლაც რა, რომ სანამ საუბარს დავიწყებდი, ესე იგი აურა იყო იმდენად დაბინძურებული, რომ ნაცრისფერი მქონდა. და ეხლა უკვე რომ დავიწყე საუბარი და გამოვიდა სიტყვა და განიწმინდა, ხო? აი უკვე ფერსაც ხედავ. ამას გულისხმობდნენ ტყობა, რომ თამარ მეფე არ იყო შესახედავი, ფრესკებზე აშკარად გვაქვს ეგ მტკიცებულება, რომ შეუხედავი ქალი იყო რა თამარ მეფე რა, მაგრამ როგორც კი საუბარს იწყებდა, მაშინვე ლამაზდებოდაო რა. აი ესეთი საინტერესო ვიღაცა იყო თამარ მეფე. და სხვათა შორის აგერ აღმოვაჩინეთ, რომ მისი თვისებების ქალი ვარ მეც რა.
განვიხილეთ ჩვენ რას ნიშნავს ეს ხალები ეზოთერულად, ხო? ეს ხალი ახლა მარჯვნივ არის, მეგობრებო, მარცხნივ არ გეკონოს. ეს მარჯვენა არის. მარჯვენა მხარეა ეს. უბრალოდ ეკრანია სარკისებურად. ეს მარცხენაა, ეს მარჯვენაა. ხო და ესეც მარცხენაა. მოკლედ ერთი სიტყვით, თამარსაც ზუსტად ესე ეჯდა ხალები რა. მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. და დამერწმუნეთ, რომ აი ანალოგიურად შეთქვენ უყურებთ თამარ მეფეს რა. არ გეგონოთ, რომ თამარ მეფე ყველას უყვარდა. არ უყვარდა თამარ მეფე ყველას. თამარ მეფე ნახევარ საქართველოს ზულდა. ეს ისტორიაშიც ჩანს, როდესაც გიორგი რუსი სამჯერ შეკრებს საქართველოს მოსახლეობას თამარ მეფის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის რა. და სამჯერო დამარცხდება. სვანებიც არიან სხვათა შორის. ნახევარ სვანეთს თამარ მეფე ეზიზღებოდა ის ჭირივით. თამარ მეფეს რო აგინებდნენ, ისე არც ერთი მეფისთვის არ უგინებიათ, მე მგონი ნახევარ სვანებს. და ნახევარი სვანეთი აღმერთებდა, მოკლედ ძალიან გაორებული ვითარება იყო მაშინაც და არ მიკვირს ეხლაც რომ საქართველოს მოსახლეობა ორად დაიყოს რა, მტერი და მოყვასი. მე არ მიკვირს ეგ, იმიტომ რომ ვიცნობ ისტორიას. როცა იცნობ წარსულს, იცნობ აწუყოსაც და იცნობ მომავალსაც. სხვათა შორის, სხვა სასულიერო პირებზეც მინახია იდენტური მასონური ცეპები, ზუსტად იგივე განლაგებით. ყველანი მაგის მსახურები არიან და ხარა თქვენ გონიათ, აგერ ამბიონიდან ხომ გახარეს რომ მადლობა ქართველებს რომ გადაიდო 10 წლითო მეორედ მოსვლაო, ხო? ბადრი ბადენი წერს, ეშმაკი ბობოქრობსო. როდის არ ბობოქრობს, ეშმაკი შენ ეგ თქვი, თორე რო ბობოქრობს, ეგ ახალი არ არის ჩვენთვის. ცეცხლი როდის გადმოდის ქართველის გულში, ეგ არის საკითხავი, ცეცხლი. ამ ცეცხლს რო ელოდებიან, იქ რო გადმოაქვთ თვითონ იერუსალიმში, იქ ტაძარში, წმინდა ტაძარში, რო გადმოდის ის წმინდა ცეცხლი. როდესაც უკვე ჩვენს გულებზეა საუბარი და აქ რო უნდა გადმოვიდეს ცეცხლი ქრისტეს მსგავსად და რო უნდა ავენთოთ ყველანი. აი ეგ არის საკითხავი, ჩვენ როდის დავიწყებთ ბობოქრობას, თორე ეშმაკი რო ბობოქრობს, ეგ ახალია? არაფერი არ არის ახალი. წავედი ახლა მეგობრებო, მე საინტერესო დღე მქონდა ახლა, გამოვფხიზლდი. ხო გითხარით, თქვენთან ერთად ვფხიზლდები მეთქი. მე ისეთი რაღაცეები ვნახე ხილვაში ახლა პირველ საათამდე მეძინა, რომ იმდენი ინფორმაცია მომივიდა, რომ სად წავიღო არ ვიცი. მაგრამ ერთი უნდა მოგიყვეთ ოღონდ. ეზოში ვარ, სადღაცა ისეთი ეზოა, აი ძველებური ეზოები რო იყო ხოლმე რომაელების დროს ყველა სახლები რო იდგა და ეზო. და ეზო ისეთია, რომ აი ისეთი ეზო იყო, რომ აომებდნენ ხოლმე რა, ლომებს და ადამიანებს ერთმანეთთან. აი თითქოს არენაც იყო და თითქოს ეზო იყო და ამ ეზოში შემოვიდნენ, ესე იგი გავსებული იყო, სავსე იყო დიდი უშველებელი გველებით, ანაკონდებით და პატარ-პატარა წვრილი გველები და უამრავი სახის გველი იყო რა. ხო და წრეზე ვიდექით, ჩემი ოჯახის წევრები, ბავშვებიც იქით იდგნენ, დედაჩემიც სხვათა შორის იყო, მე აქეთ ვიდექი და ვფიქრობდი, რომ თან ერჩევდნენ, იმიტომ რომ ესე იწევდნენ ჩემი ბავშვების წინააღმდეგ ეს გველები, დიდი უშველებელი გველები და არ ეშინოდათ ჩემ ბავშვებს რა და თან მეუბნები აქედან ვუყვირივა, რომ მეთქვი, ნუ ესა არ შეგეშინდეთ, მეთქი დააიგნორეთ, უბრალოდ დააიგნორეთ, სავიძახდი. ყურადღება არ მიაქციოთ მეთქი და თან აიღეთ აკაკუნეთ მეთქი იატაკზე თქო რა. ჯოხიან სკამი მეთქი, აქედან ყვიროდი და მე სკამი მეჭირა ხელში და ვაკაკუნებდი ეს. და ერთი გველი გამოიწია, ერთმა გველმა ჩემსკენ გამოიწია, შხამიანმა გიურზას გავდა და ეს გიურზა მოვიდა ჩემთან, შემომიარა თან ეს სკამი უბრახუნებდი სკამს და თავში გავარტყი ეს სკამი. ხო და თავში ხო გავარტყი, კი გაძრა მაინც შეეძლო ეკმინა, მაგრამ არ მიკმინა და წავიდა, გაყვა იმ გველებს და მეორე კარიდან გავიდნენ ეს გველები, უამრავი სახის გველი იყო რა, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, გველების ჯოგი იყო და
წავიდით, გავერეკეთ ამ გველებს ყველას. ხო, გველი ხო იცით მტერია ეხლა, რა თქმა უნდა. მოკლედ არასაშიში, იმიტომ რომ ვეღარ არიან ძალა დაკარგეს უკვე მაგათმა, მაგ მტრებმა, იმიტომ რომ როგორც ჩანს მოქცეული არიან ჩიხში უკვე ეგენი რა. გიხაროდენ მეგობრებო. ადრე ხშირად მქონდა ხოლმე გველებზე მქონდა სიზმარი, რომ კმენდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მიშვებოდნენ რა. აი კანში ჩამარჭობდნენ ხოლმე კბილებს. ეხლა პირიც ვერ დამადო, უკვე წინსვლა არის. ნოდარი წერს ულამაზესო და უსაყვარლესო თამარ უკვე ხარ? ეხლა კარგად ვარ ნოდარ. აი რო დავიწყე ლაივი ისეთი ვიყავი რა, მისავათებული, ენასაც ვერ ვაძრო. და ეხლა გავიწაფე ენა უცბად. კარგად ვარ. ეს გველები ბავშვობიდან დამსდებენ სიზმრებში, ხო? სოფ არ გამიკვირდება, ეხლა შენ იმხელა უნარების ადამიანი ხარო, ბავშვობიდან იციან ვიხარ გველებმა. დაბადებიდან იციან და დაბადებიდან დაგვდევენ ეგენი ჩვენ. ჩვენაერ ადამიანებს რა. ბევრი ვართ. ხო და ერთი გამოფხიზლება უნდათ მაგათ, უკვე გამოფხიზლებულია ხალხო, ქართულმა ანბარმა ნოოსფეროში გადაინაცვლა. თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ქართული ანბანის ლაზარეს ენაში ერკვევა, შეუძლია სამყარო ამოქმედოს და შეუძლია ღრუბლებს უბრძანოს და შეისმინონ მისი სიტყვა. მაშ, აი ესე ქართული ანბანი გაბწყინდა საქართველო, გეუბნება თავად. აი, წავედი ხა, გაკოცეთ ხა, მართლა წავედი, აბა გაკოცეთ. მიყვარხარ და მადლობა, რომ გამომაფხიზლეთ. იმიტომ მენატრებით ხოლმე, რომ არ შემოვდივარ დიდხანს, ვიცი რომ გაკლივართ და მე თქვენც მაკლი ხართ ხოლმე. ერთმანეთს ვავსებთ მარილივით. აბა